წარმოიდგინეთ, როგორ ვარსკვლავებს ებოტინება პეპსის იმიჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა R&B დივა ბიონსეც გაიხსენეთ. თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ნამდვილი სტარი, რომლის თითოეული ვიდეო ჰიტდება, თითოეული ნაბიჯი კონტროლდება და ნებისმიერი საქციელი განხილვისა და ჭორების თემა ხდება. მოკლედ, ეს ორი ბრენდული სახელი ერთმანეთს დაუკავშირდა. პეპსიმ ბიონსეს $50 მილიონი გადაუხადა, რათა ვარსკვლავის სარეკლამო კამპანიაში ჩართულიყო. კონტრაქტის გაფორმების შესახებ სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. როგორც Forbes-ზე გამოქვეყნებული სტატია იუწყება, Queen Bee საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს კომპანიის მიერ ორგანიზებულ PR კამპანიებში ჩაერთოს და რგოლებში მიიღოს მონაწილეობა. თავის მხრივ პეპსი შემსრულებელს საკონცერტო ტურნეებში და სხვადასხვა აქტივობებში შეუწყობს ხელს. ნამდვილად ხელსაყრელი წინადადებაა ორივე მხარისათვის. პეპსისათვის იმიტომ, რომ ბიონსე 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მომღერალია. ბიონსესთვის კი იმ მიზეზით, რომ ის იმ სუპერსტართა პლეადას შეუერთდება, რომლებიც გამაგრილებელი სასმელის რეკლამებში წლების განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის კი თვით დევიდ ბეკჰემი, ლაიონელ მესი, სოფია ვერგარა და თუნდაც ელტონ ჯონი არიან. ტომ კრუზის წარუმატებელი ოჯახური ცხოვრება უკვე ყველასათვის მომაბეზრებელ თემად იქცა. ისიც ვაღიარეთ, რომ სანამ საიენტოლოგიით გატაცებას არ მოიშლის, იქამდე არაფერი ეშველება. თუმცა ვარსკვლავი ბოლო პერიოდში თავს დამტყდარ უბედურებებს არ ეპუება და შობა ახალი წლისათვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება. ახალი ფილმის ჯეკ რიჩერის პრემიერის დროს ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს გაუმხილა. შობას ჩემ ქალიშვილთან სურისთან ერთად გავატარებო. ტომის საშვებულებო გეგმები გრანდიოზულია. ვითვლო, რომ სურის გარდა მის გვერდით კიდევ ორი უფროსი შვილი იდგება. 20 წლის იზაბელა და 18 წლის კონორი. ჯერჯერობით ტომის გეგმებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მსახიობი დღესასწაულებს შვილების გარემოცვაში გაატარებს. კონკრეტულად რა გასართობ პროგრამას შეუდგენს შვილებს 50 წლის სუპერსტარი, ამას ალბათ მოგვიანებით გავარკვევთ. ერთი კი ფაქტია, კეიტი ჰოლმსი გაყრის დღიდან საკუთარ შვილს მამასთან მარტოს ძალიან იშვიათად უტოვებს. ასე რომ არაა გამორიცხული ყოფილ მეუღლეს საშობაოდ თვითონაც თავზე დაადგეს. აი მაშინ კი წინ დიდი დრამა გველის. რიანამ სტილი შეიცვალა. ბარბადოსელი სექსუალური ქალბატონი შიშველი მკერდის დემონსტრირებით დაიღალა და გადაწყვიტა ფანებისთვის რაღაც ახალი და უფრო ორიგინალური შეეთავაზებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ ახლა წელს ქვემოთ გაიხადა. მომღერალმა თაყვანისმცემლებს ახალი ფოტოები ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა. როგორც ირკვევა, სურათები მისი მეგობრის მელისა ფორდის გადაღებულია. ქალბატონის რომელთან რომელსაც ჩვენ რირის რამდენიმე თვის წინ აბრალებდნენ კიდეც. თუკი ფოტოების ხასიათს გავითვალისწინებთ, შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ზემოთ ნახსენები ჭორები მთლად უსაფუძვლო არ გახელდათ. თავარია, ახლა კრის ბრაუნი არ გაბრაზდეს და მეგობარ ქალბატონს მორიგით ცემატყეპის სერია არ შესთავაზოს. ჟერარ დეპარდიო მშობლიური საფრანგეთიდან გაიქცა და საცხოვრებლად სამეზობლოში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ პოპულარული ფრანგი მსახიობი ბელგიაში გადაცხოვრდა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ის უბრალოდ ბელგიური პეიზაჟებით მოიხიბლა და სურს სრულ სიმშვიდეში სოფელში იცხოვროს. თუმცა მისი ემიგრაციის მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად ჟღერს. საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც ბევრ ჰოლივუდელ ვარსკვლავს, ჟერარს სერიოზული პრობლემები აქვს პოლიციასთან. ყველაფერი კი მისი სიძუნწის დამსახურებაა. მილიონერ სტარს სახელმწიფოსათვის გადასახადების გადახდა არ უნდა. ჟერარმა საფრთხის მოახლოება იგრძნო და აიბარგა. მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ბელგიის ერთ-ერთი მყუდრო სოფელია. მაგრამ საინტერესოა, როდის დაიღლება სოფლური ცხოვრებით კინოვარსკვლავი და როდის გადაწყვეტს, რომ ბელგიურ მშვიდ ცხოვრებას ისევ ფრანგულ გლამურულ წრეებში ტრიალი ურჩევნია. ვერ გეტყვით კარგახნის წინ ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულ წყვილში უცებ კვლავ სიყვარულმა იფეთქა. თუ რაიმე სხვაშია საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ გვენ სტეფანი თავისი მოღალატე ქმრის ბენდის კონცერტზე გამოჩნდა. თანაც არა VIP ლოჟაში, უბრალოდ მსმენელის სტატუსით. არამედ სცენაზე ავიდა და მეუღლესთან ერთად სიმღერა შეასრულა. გევი როსდელი და გვენი ერთმანეთს 17 წლის წინ შეხვდნენ. მათ ცოტა მოგვიანებით იქორწინეს, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არც ისე წარმატებული და იავარდით მოფენილი აღმოჩნდა, როგორც No Doubt-ის ვოკალისტი წარმოიდგენდა. საქმე იმაშია, რომ როგორც წინა გადაცემებში გიყვებოდით, გევინი თავის ძვირფას მეუღლეს ყველა კაბიანთან და სხვათა შორის არა მარტო კაბიანთან ღალატობს. მის ანგარიშზე რამდენიმე ჰომოსექსუალური რომანიცაა და ამას თავადაც აღიარებს.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ წყვილი დაშორებას აპირებს. 43 წლის გვენი დაიღალა ქმრის მუდმივი ღალატით და სურს, რომ შვილებთან ერთად მარტო გადავიდესო. თუმცა ბოლო ფაქტი ცოტა სხვა რამეზე მეტყველებს. წყვილმა ერთად სიმღერა გლისერინ შეასრულა. სცენიდან ჩასვლამდე კი სტეფანიმ ძვირფასი მეუღლე კოცნით დააჯილდოვა. ამან ფანებში რა თქმა უნდა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წყვილი ერთად იშვიათად თუ ჩნდებოდა და კოცნაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. 9 დეკემბრის კონცერტი შეიძლება ორ რამეზე მეტყველებდეს. პირველი, ალბათ გვენმა მეუღლეს ძველი ცოდვები შეუნდო. მისგან პირობა მიიღო, რომ სამომავლოდ მაინც დაიცავს ცოლქმრულ მოვალეობას, რომელიც ერთგულებას გულისხმობს. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ისიც სრულიად დასაშვებია, რომ წყვილის ცხოვრებაში დიდი კატასტროფის წინ სიმშვიდემ დაისადგურა და სანამ ისინი გადაწყვეტდნენ, როდის აჯობებს დაშორება და ადვოკატებთან საქმეს მოაგვარებდნენ, უბრალოდ სურთ მასმედია მაინც გააჩუმონ სულ ცოტა ხნით. თუმცა არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მათ მიმართ, რომ ჟურნალისტების ინტერესი არ განელდება, ალბათ ესეც უნდა გაითვალისწინონ. ნაომი კემბელთან ურთიერთობა, რომ დიდი შარია, მისმა მსახურებმა ძალიან კარგად იციან. სუპერმოდელი მაინც და მაინც დალაგებული ნერვული სისტემით არ გამოირჩევა და ხშირად გარშემომყოფებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ესვრის და არც ცემატყეპას ერიდება. მაგრამ მისი აგრესია თუ დაიანა როს შეეხებოდა ვერ წარმოვიდგენდით. საქმე იმაშია, რომ ნაომიმ პოპულარული შემსრულებელი თავისი ბოიფრენდის ვლადისლავ დორონინის იუბილეზე მიიწვია. ინდოეთიდან დაბრუნებული დაიანა კი აეროპორტში გორგოლაჭებიან ეტლში შენიშნეს და პირველი კითხვა, რომელიც გაჩნდა, ის იყო: მაინც როგორ გააბრაზა კემბელი, ისე რომ აგრესიულმა შავმა პანტერამ ფეხი მოსტეხაო. როგორც გაირკვა, ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა ერთი შეხედვით რომ ჩანს. თურმე დაიანას სიმღერის შემდეგ უბრალოდ ფეხი ასწურებია და კოჭი მოუდეხავს. ამაში კი ნაომის ერთი წვეთი ბრალიც კი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში დაიანა თავს მშვენივრად გრძნობს. მისი ფეხი მალე მოშუშტება, მაგრამ საეჭვოა ასეთი ინციდენტის შემდეგ კემბელის მიერ ორგანიზებულ მორიგ წვეულებას დიდი აღფრთოვანებით დაესწროს.